მოგესალმებით, მე ვარ მარინა გელანტია სოხუმიდან, ამჟამად ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი. დაბადებული სენაკში და ქალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვწმუნდები, რომ პროფესიის არჩევაში არ შემცდარ ვარ. თუმცა სკოლის პერიოდში სპეციალისტები გარკვეულ წარმატებებს მიწინასწარმეტყველებდნენ ხელოვნების დარგში, თუმცა ოჯახში ექიმების სიმრავლემ სხვადასხვა პროფილის ექიმების გავლენა ალბათ უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ჩემი მომავალი განაპირობა. დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი. ეს ხომ ექიმობა ღვთისგანკურთხეული პროფესია, რომლის პირველი ნაბიჯები გადავდგე აფხაზეთში, სადაც ქართველი და აფხაზი მედიკოსები ერთად ვიბრძოდით სიცოცხლის გადასარჩენად, ერთად ვზეიმობდით გადარჩენით გამოწვეულ სიხარულს და ერთი ტკივილი გვადარდებდა. აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ თბილისში შეიქმნა კიდევ ერთი დიდი ოჯახი, სასტუმრო ხიბლი, სადაც მე წლების განმავლობაში მომიწია ცხოვრება და წლების განმავლობაში დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ჩემს თავს ვალდებულად ვთვლიდი და ვხმარებოდი ჩემს ბედქვეშ მყოფ ადამიანებს. ყველაზე მთავარიც იყო, რომ მე ამ შემთხვევაში არ უნდა შემცდარიყავი. არ უნდა შემცდარიყავი მათი მკურნალობის პროცესში. ეს იყო რაღაც არაორდინალური სიტუაცია, სადაც მე მიხდებოდა სამედიცინო მოღვაწეობა ჩემს დიდ ოჯახში, სასტუმრო ხიბლში. ამის შემდეგ ულტუშაურის კლინიკაში წლების განმავლობაში უფრო მეტად მომეცა საშუალება არა მარტო თბილისში მცხოვრები, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული პაციენტებისთვის მეპატრონა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და რა თქმა უნდა, მათ შორის მოიაზრება დევნილი პაციენტები, რომლებიც ჩემთვის დღესაც განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენს. ზოგადად ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების ფორმალური სახე მიეცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ მოლაპარაკებებს და საჭირო გახდა დიალოგის რაღაც გარკვეული ალტერნატივის ძებნა და სწორედ ასეთ ალტერნატიულ საკითხად მიმაჩნია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პაციენტებთან და მათ ახლობლებთან შეხვედრა. ისინი ჩამოდიან სამკურნალოდ, მოვლილი აქვთ სხვადასხვა ქალაქების სამედიცინო დაწესებულებები და რა კი ვერ მიაღწიეს რაღაც სასურველ შედეგს, იმედით ჩამოვიდნენ თბილისში. მე როგორც კლინიკის ხელმძღვანელს მიწევდა ასეთ პაციენტებთან და მათ ახლობელთან ყოველდღიური კომუნიკაცია და თქვენ წარმოგიდგინეთ გამომშვიდობების დროს, როცა ისინი უკვე ბედნიერები, გამოჯანმრთელებულები უბრუნდებოდნენ თავიანთ საცხოვრებელს, თითქმის მოლაპარაკებულებებით ერთი და იგივე ტექსტით მემშვიდობებოდნენ. და ეს ტექსტი იყო ასეთი: ჩვენ ძალიან გაგვიხარდება თქვენი ჩამოსვლა აფხაზეთში, ჩვენი სახლის კარები თქვენთვის ღიაა. იცით რა, ხანდახან ამ სიტყვების შემდეგ ჩემი სახლი მახსენდებოდა, ჩემი სახლის კარები მახსენდებოდა, რომელიც სამწუხაროდ ჩემთვის დღეს ჩაკეტილია, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ქართველი და აფხაზი მედიკოსები ერთად შევძლებთ ჩვენი პაციენტებისთვის ყურადღების მიქცევას, ერთად შევძლებთ ჩავებათ სამშვიდობო პროგრამაში საბოლოო გამარჯვებამდე, იმიტომ რომ ექიმობა საზღვარი არ აქვს.